დროის აგზელო ფულუშონა ჯეტია ხუჩი და დადგა დრო რომ დროის მანქანას ყიდულობა რა მოკლედ დადგა ის ნანატრი დღეიდან მეგობრებო ამდენი ხანა ვიდეო არ დადებულა წინა ვიდეო წინა სერი 10000 ლაიქი არასრულათო ამიტომ მომდენო ვიდეოს რო არ დააგვიანდეს და ხვალვე დაიდოს ავუყოთ ეს თუ ეხლა 10000 ლაიქზე ო რატო ყველაფერ დროის მანქანა ვიყიდეს ჩემი კაი და 10000 ლაიქსაც აღარ იმსახურებს ვიდეო არ დაგავიდეს წითელ subscribe-ს ისე დაჭერა იმიტომ რომ 400000 გამომწერს უახლოვდებით კაი ბიჭო დარწმუნებული ხარ რო გინდა რა ბიჭო დროის მანქანა რა ვიცი სადმე არ გაგიფუჭდეს რა ვიცი მაგრამ რა უნდა გამიფუჭდეს სა უნდა გაფუჭდეს წარმოიდგინე ეხლა დაბრუნდა იქვის ხანაში მოვიდა გაგიფუჭდა დროის მანქანა ხელოს არის ხარ ის ხარ რა ქვია ხადავიკი თუ ვიხარ ელექტრიკი შენ იქ რაღაცა შეაკეთო ჩარჯები იმაში ძმაო და მოგეწევს იმასაც ზებამბუებთან ერთად რაღაცებს გაკეთებ კაი ბიჭო გაჭერა უნდა გაფუჭდეს თო კაი ვინ მიყვებით დაიცადე არ მივდივართ ყველა ერთად მე შენია რა შენ ბიჭო მე რა ვიცი საწამოვით სიჯი არ გამაგეჟო ყველას მეპოს მოვეკითხავ ბიჭო სიჯი თავზე ხელაღებულია რა თქმა უნდა მოდი ძმაო ვიყიდო დღეს დროის მანქანა და წავიდე ბიჭებო ხო იცით ეს 1 მილიარდი როგორც ვიშოვეთ არა წინა ვიდეოში სერიოზულ შარში ვიყავით და აქ უნდა დაელოდოთ ეხლა თქვენ ალბათ რავი ბუმს რა რა ვიცი აქ გადავრჩები თუ არა მაგას ალბათ შენახავ მე მომავალში რა ესე იგი სიჯი მოდი ჩემთან ერთად თქვენ ორი რჩებით ო რა თუ რაღაცას გაჭიდო ბიჭო წარსული და ვაფშე რაღაც უქროები და რაღაცები წამოიღიან რამები დაითრიე რა და აქ გადმოიტანე მომავალში წადი რაღაცები ჩამოიტანე გავყიდოთ რა. აი იდეა ეგ სხვათა შორის და რა GTA ხუჩი მომავალი და წარსული ჩემ გონი არავის არ გადავიღეს საქართველოში. 10000 ლაიქს ნამდვილად იმსახურებს ეს ვიდეო. წავედით მაშინ აბა ბიჭებო დროებით. არ დაგვივიწყო ფრანკლი. ო ფრანკლი არ დაგივიწყო და სიჯიმ დაგივიწყოთ არა მოგეკითხეთ პეპიები ხა. კაი ეხლა აქედან ჩვენ რაც გვინდა ის არის რომ ძალიან ფრთხილად უნდა ჩავიდეთ იმ ლოკაციაზე სადაც ის დოქტორი თუ ვიღაც მეცნიერი გველოდება რომელიც დროის მანქანას ყიდის. აუნეთ ახლა პოლიცია რა გვეკიდოს რა. წინა ვიდეოს ვინც უყურეთ რამდენ პოლიციას გავექეცით წარმოიდგინეთ. და არხზე ალბათ უკვე შეამჩნიეთ mobile gaming რომელიც ახალი დამატებული გვაქვს და დავამატეთ მას შემდეგ რაც გადავედი Samsung-ზე ოფიციალურად Samsung-ის მომხმარებელი გავხდი. კონკრეტულად შევიძინე Galaxy S25 Ultra და აი ამ smartphone-ით რამდენად კმაყოფილი ვარ მაგას ვიდეოებში ნახავთ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ სხვა ბრენდს რო რაღაც ანტიპიარივით არ გავუკეთო, ძველ smartphone-თან შედარებით არის სადა დედამიწა აბსოლუტურად ყველაფერში. მოკლედ დაელოდეთ Galaxy S25 Ultra-სთან ერთად ახალ ვიდეოებს და ახალ სტრიმებს ჩემს არხზე. მან Black Mamba არ არის? ჯერჯერობით არა, მაგრამ შევეცდები რომ მალე ჩავსვა უკვე რაღაც ერთი ვიდეოები, სადაც Black Mamba-ს გვეყოლება და Black Mamba-ის მერჩი აუცილებლად შეიძინეთ ჩვენი მერჩი შემოვერთით Black Mamba-ს ძალიან ცოტა მაისურებია დარჩენილი და გახდით Black Mamba-ის წევრები ჩვენი მერჩის დახმარებით. აუნეთ და ხეს კაცი აქ იყოს რა. და CS:GO Fast-ი 10 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც გადახოთ აღწერაში მდებარე ლინკს და გაივლით რეგისტრაციას, მიიღებთ 50%-იან ბონუსს თქვენს პირველივე დეპოზიტზე. ანუ ნებისმიერი თანხა რაც არ უნდა შეიტანოთ საიტზე, მაგალითად $50 თუ შეიტანთ, მიიღებთ +26 საიტის ბონუსს და ჯამში გექნებათ 76.92 CS:GO Fast-ის ვალუტა. და ასევე შესაძლებლობა რომ ჩაერთოთ გათამაშებაში, სადაც თამაშდება თითქმის $200,000. საიტზე რა თქმა უნდა შეგიძლიათ ითამაშოთ case battle-ები, გახსნათ case-ები და მინიმუმ $5 თუ შეიტანთ ბალანსზე მიიღებთ დამატებით საჩუქარს. ასევე საიტზე არის გათამაშება, სადაც ძალიან მარტივი წესები არსებობს, რომლის შესრულება შეგიძლიათ ყოველდღიურად. მიიღებთ ბილეთებს, ეს გათამაშება დარჩება 25 დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე შესაძლოა მოიგოთ აი ეს ულამაზესი და უძვირესი სკინები. ამიტომ ყველას გისურვებ წარმატებას, თქვენი არაფერი არ მიდის, ჩაერთეთ ამ გათამაშებაში, მოკლედ გააკოტრეთ ეს საიტი რა. თუ მჯეროდეთ ბიჭო 1 მილიარდი ავაგროვე და ეხლა აი ერთ დღეში უნდა გავისროლო დროის მანქანაში, ამ დროის მანქანამ რო არ იმუშაოს უბრალოდ, ну короче რა. რა სიზავრო, გაიჭედები სადღაც წარსულში დავსიო. აი შემოდი აბა ერთი აქ შევიდეთ. ესეც ოპა. მოხვედით. იშოვეთ 1 მილიარდი დოლარი, მოგინდა დროის მანქანა. ეს არის ბიჭო დროის მანქანა? ხო აბა. ეს ბიჭო მანქანაა ჩვეულებრივ რა დროის. ბიჭო რა გონია შენ აბა დროის მანქანა როგორია? რავი მეთქი რამე კაფსულა იქნება დავждები რაღაცებს გააკეთებს თო. აუ ამას ეხა მოუკითხავ ეპიას უკვე არ მომწონს მაო ეს ამბავი. და რა გინდათ ვერ გავიგერასერჩით 1 მილიარდ დოლარს. გაწევთ დროის მანქანას, მოვაკ შეიყვანთ წელს, დროს, საათს და ჭრილაკს და უცბოთ მაო ისე კაკრებით და ისე კაცებით იმ ადგილას და იმ ლოკაციაზე ვერც კი გაიგებთ. ბიჭო
არა, უფეთქდი, თამაში, ეს რა პროვოდები და რაღაცებია, შიგნით გაყვანილი, თო. ოხ, ეხა დროის მანქანაც მე როგორ წარმოგიდგენი. შემიძლია რო ჩავჯდე? ხოლოდ ფულს იხდით და მე. იცოდე, ფულს რო გადავიხდი. დამასად მე ხარ, ვარ წამიყვანოს მე. წაგიყვანს მოუსვლელში, ბიჭო, დავიბრიდები. ერთ წამის სიჭი. ამარო სადმე არ წამიყვანოს, პროსტა ვერ გადარჩები, ხო იცი არა? აქ არ ვარ ყველა ბლეკმანბელი, ხო იცი დარჩენი შურს იძიები. ვიცი, ბიჭო, თქვენაირე, მოდის 1001 დროის მანქანა გავყიდე უკვე პრეზიდენტმა იყიდა ვაფშე ტრამპმა. ტრამპმა? ო, დატასაობს აკეთიკი და რა ვიცი, რა ვინ დასაობს კიდე მინის კომუნიკატორ ალბათ. კაი. სიჭი. ვიყიდოთ მაგის დედაც რა. ბიჭო, ნუ იგინები ცენზურა. ყიდულობ თუ არა? კი. ჯარიცხდა კრიპტოზე. და მინუს 1 მილიარდი დოლარი ჩვენს ანგარიშზე, თო? კაცურად რამდენი დაგვრჩა? 79 მილიონი მაინც დაგვრჩა. კაი, ამ ფულს მე ალბათ იქ გამოვიყენებ წარსულში ან სადმე. მოკლედ, წესები იცოდეთ. არავის არ ესაუბრებით, იმიტომ რომ სადაც გადახვალთ, იქ შეიძლება თქვენი ორეული დადიოდეს, ანუ თქვენ თავს რო შეხვდეთ ეხა 100 წლის მერე, 100 წლის მერე ხარ შენ არ იცოცხლე, მაგრამ 20 წლის წინ 20 წლის მერე რო გადახვიდე ხა წინ წარმოიდგინე და იქ შეხვდე შენ თავს. ბაგი იქნება სერიოზული და არ შეიძლება. კაი, კიდე რა უნდა გავითვალისწინო? ასევე გაითვალისწინეთ, ამ მანქანა შეუულია ფრენა. არ ეფრინოთ ისეთ ადგილებში, სადაც შეეგამჩნევენ. მაგალითად, ძველ დროში თუ გადახვალთ უკან, იქ შეიძლება პირველ ყოფილები გამოგიგინონ მამონტებით. ბიჭო, ჩემი ამ ყველაფერს ეხა ჯეტია ხუჩი ვისმენთ, წარმოიდგინეთ. აუ ფრანკლინ, შეძმობას პითაურ მაგარი მუღამი მაქვს. და კიდე არის რამე ისეთი? არაფერი ხალხს არ გაესაუბროთ, იმიტომ რომ ყველას ანუ საბეჭდილებას დატოვებთ უცხოების, ნებისმიერ დროში კი წასულში კიდე იქით ახლა უეცროთ უკან თქვენ არ გადახვალთ რა თქმა უნდა და ხო ხტებით რა, დაგიჭერენ. მისმინე ისე ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ვიღაც გადასულა და მე ვეღარ დაბრუნებულა? ბევრი. აუ, ჩემი. აი, სიჭი, წამო. უე, ძველი. წამო, დაჯექი. აბა, ღმერთის მან გემიჭებო. ოპა, აი აქ. თვე, დღე, წელი 2014. 2014-ში ვინ იყო გადასული? მე ვიყავენ. ჩემი მაგაცის ნახვა მინდოდა მე 15-ში დაიღუპა და 14-ში იყო და იქ გადავედი ვნახე რა. რა კაცია ემენა. წამო აბა სიჭი დაჯექი. ოხ, არ გავედით. ამ ხელა დროის მანქანა ვიყიდით 1 მილიარდ დოლარად. რა დროის მანქანას, მაგრამ რაღაცა ახ ჩემი რაღაცა შემოგტენეს ხო არ გადავ. კაი, გავედით აბა ერთი იქეთ. ეს პაგანი? იყოს ბიჭო, აქ პაგანს მინჩივის ერთი წამი. საი როგორ წავიდე ხა აქ დროში რას დავაჭირო? აბა მას დავაჭირო. ოპა! ეს რა არის? მოგითხრა დაფინანსო, ბიჭო, რაღაცა ტუტუსი ძახის და რა ვიცი, რამე გადაგეჭიროს. წავიდა ერთ. ვახ, ჩემი. ათაზიანო, ბიჭო, დროის მანქანა. წავიდა უფრინდეთ. ბიჭო, რა ხმა აქ? ვახ. რაღაც ეს ხმა თქვენთანაც ისმის? რა ხდება, ბიჭო? ფრანკლი რა ხდება? ოპა! სად ვართ, ბიჭო? 1885 წლის 1 იანვარი. 1885 წელს ესეთი რა არ იყო, ბიჭო, ამერიკა. ბიჭო, ეს ძველი წელთაღრიცხვით 1885 წელი ხო არ არის, თო ეს სადა ვართ? არა, აშკარად გზები აგია, ძმო, ეს რაღაც ძველი წელთაღრიცხვით არ არის, მაგრამ როგორ გავთიშო ეს რაღაცა? აი, ამას დავაჭიროთ აქ. ვახ, ფრთხილად. ოპა! ვახ. სიჭი სად ვართ, თო? ხო არ გადავ, ბიჭო, სადა ვარ და იდასპიცა ვარ. სად გამოვარდით? მაპზე არ გიჩვენებს რამეს? მაპზე ვაფშე არაფერს არ აჩვენებს. 1885 წელიო, მაგრამ აქ 1885 წელს ესეთი გზა არ იქნებოდა. ვახ. ამის რაღაცა წლები ხო აჭედავს, ავით ტელეპორტით, დიდი ავტომობილით, იგივე ადგილას ნაკეთებოდა, სადაც ჩდები, რა ვიცი, მე თუ რამე ლოკაცია იყო აქ შეყვანილი. წამოდი აბა ერთი წავიდეთ წინ, როგორ ჩანს? აქ, როგორ ჩანს, ეს იგივე ადგილია, სადაც წეღან ვიყავით, სენდიშორსი რა. მაგრამ, ანუ დაუსახლებელი, ანუ ეს სანამ სენდიშორსი გახდებოდა, მანამდე არის ეს ადგილი? კაციშვილი არ ჩანს, ცოტა ფრთხილად, რა ვიცი, ვიღაც ედლებით არ გამოგვეკიდოს ახლა ხალხი. არა, ძმო, იმენა კაციშვილი არ ჩანს და ამ მანქანას ფარი ჩაიმტვრა და კიდე კაი ფარი ჩაიმტვრა და რაღაც სხვა არა, იმიტომ რომ ეს რო გაგვიფუჭეს, მე ხო დავიღუპეთ აქ რა გაძლებს, თო? მაისაც უძმახარ, აქ არ ჩავჭერთ, ბიჭო. დაიცადე ერთ წამს. ველური დასავლეთში ვართ, ბიჭო, სანამ ამერიკა განვითარდებოდა, ძალიან ძველ დროში ვართ, ეს კალენდარი ჭედავს. აი ეგერ გონი ვიღაცებიც განან. ხალხი ბიჭო, წამო გამოელაპარაკოთ. ბიჭო, არ გაგიჟნე, პროსტა მანქანის დანახვაზე, არა, აშკარად მანქანები არიან. კი, აი მანქანები არიან. რა წერია ამას? ჯორდინერ ჰამბურგერი. არა, ძალიან ძველი დროს არ არის ესა. ვახ, რა საინტერესოა, სადა ვართ, რომელ წელში ვართ? ხალხო, დაალაიქეთ ვიდეო. ბენზინ გასამარცადგური და ესე საკერ ხალხი. გამარჯობათ. საიდან მოხერით? ეს მანქანა საიდან ყავთ? ადგილობრივები ხართ? ბაბუ,
რომელი წელია? რომ თქვენ დაბოლილები ხო არა ხართ, რას ქვია რომელი წელია? ჭირა მანქანი დადიხართ. რომელი წელია, რომელი? 11085. რომელი? 11085. ჩემი რა რამდენი ბიჭო? ბიჭო, შენან ჩამოფრენელები ხო არა ხარ? ბიჭო, 11085. რა მოვიდა ქაურობას? რა უცნაურად ლაპარაკობ, ბიჭო. საიდან ახართ? აუ, ბიჭო, ეხლა ამას უმტკიცე, ეხლა აქ რაღაცეები. ეს რომელი ქვეყანაა? ამერიკა, სენტიშორსის შტატი. სენტიშორსის შტატი? რა იყოთ ბიჭო თქვენ, თქვენ აქ ევროპის ისტორია იცით? ისტორია როგორ არ ვიცით? გახსოვს სლავიკ აბანუგო, რა დამოიწყებს მაგას, მთელი ამერიკა როგორ გადაურჩა ყველაფერს. ხომ არა ბიჭო, თქვენ როგორ გადაურჩით? ვახ, რა მოვიფიქროთ დო? ჩვენ ბიჭო, მილიარდერები ვიყავით, ბუნკერი ქონდა რაღაცა და იქ დავიმალეთ ამ მანქანით და ეხლა ამოვედით რა გვეძინა ცოტა ხარ. ბუნკერი? ხო, რა ის რაღაც ატომური ბუნკერი ხვაზე ხარ და? მაშინ ყველაფერი გეწოდინებოდა რა. არა, იქ არ ტელევიზორი ქონდა, არც არაფერი. რა ხდება, აქამდე როგორ მოვიდა ეს ყველაფერი? ეს ხო ადრე რა 2000 წელს ხო დასახლებული იყო. 2050-ში. იმ ხალხმა, თქვენ რო გასწვეთ ახლა მაიკა. მაიკა Black Mamba? ხო, მაგ Black Mamba-ლებმა. საიდან აქვთ ეგ მაიკა, ეს მაიკა რა ბუნკერში რო ვიყავი ჩასულები, მან თქონდა მერე Black Mamba number 1 კი არა, რომ მოიდუმეს მთვარეზე ასვა და ყველაფერი. მთვარე შეეჯახა მაგათი ხომალდი და მთვარის ნამსხვრევები დედამიწაზე ჩამოვარდა. ამან გამოიწვია ცუნამები, ვულკანები, ყველაფერი, განადგურდა კაცობრიობა. შემდეგ გადაშენების პირას ვიყავით ადამიანები მისულები და ნელ-ნელა ისე ვითარდებით. I'll care for you. ჩემი გაი Black Mamba-ს 2050 წელს ესე იგი მთვარეზე უნდა ასულა, წარმოიდგინეთ რა გარეკილი აქვს ტიპებს. ჩემი გაი, ეს რა გაგვიკეთებია, ვიდო გაგვინადგურებია საკარო. რა თქვი? არაფერი, ბიჭო, ეს რა გაუკეთებია, დო? გვენსაცხორო. აი აქ მანქანაში გძინავს რა რაღაცები, რადიო ტალღებს ვცდილობთ რომ მივიღოთ, მაგრამ ვერაფერი რა. შეუძლებელია დედამიწაზე. ყველაფერი განადგურებულია, მხოლოდ რამოდენიმე ოჯახი დარჩა, ჩვენ უკვე ვეძებთ 1000 კილომეტრი გავიარეთ. ვახ, ესე იგი ეს ადგილები აქ ქვიში და რაღაცები დაიფარა რა? ეს რადიაციული ხურბლებია ზევით. ბიჭო ჩემი, კარგით, წამოსიჯი. აზრი არა აქვს სადმე წასვლას, ვერავის ვერ იპოვით. 11085 წელი, ანუ ეს რაღაცას ურევს. ბიჭო, მეღადავები? თითქმის ბიჭო 9000 წლის წინ ვართ გადასულები და ეს რა გაგვიკეთებია, ბიჭო? და ეხლა ბიჭო წარმოიდგინეთ აქედან ნულიდან იწყებენ ეხლა ესენი რაღაცის გაკეთებას, ეს კაცობრიობა. 2050 წელს Black Mamba აპირებდა კი არა, ავიდა მთვარეზე, უბრალოდ დაეტაკნენ. უეჭველი ბიგჯის და საჭესთან შემი. კაი, არა უშავს, ესე იგი ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით უკვე. აი ნახე აგერ აეროპორტიც არის. გადაო ბიჭო, ყველაფერი განადგურებულია ვაფშეტო. ბიჭო, ვაფშე 2059 წელში გადარია, ბა? კაი აზრია ეს 2059 წელში გადავიდეთ, ეხლა ჯობია. მან გავიგებთ უკვე რა ხდებოდა ბოლოს. ოკეი, ეს ავწიოთ. წავიდა. მიდი. ეს რაღაც გააქტიურდა. ფრანგლინ, არა ბიჭო, ილეცა მაგონია ზუპადრონო. ოპა. სატო, ბიჭო. ერთი წამი სიჯი დაიცადე? ეს რა ჯანდაბაა, დო? ბიჭო, ჩემი ეს დროის მანქანა მართლა ყოფილა. ერთი წამი კაი ეს გავასწორო, ეს მანქანა ხალხს გიჟი რო არ ვეგონოთ, მაგრამ წესით ისეთ დროში ვართ ახლა გადმოსულები 2059 წელს რომ ეს რა არის, ბიჭო, კიბორგების ეპოქაში ვართ? ვახ, ჩემი? ერთი წამი ახლა გავაჩირო ჩვალბროთ ხალხს გავესავიბროთ. ხო გაგაფრთხილა იმ გაცმა. ერთი წამი. მეგობარო, რომელი წელია? დღემაინც გეთქვა. 2059. უკაცრავად ძმა, უკაცრავად. სიჯი, არ გინდა, არავის არ დაუშვა, ძმა, არავის არ დაუშვა, აქ პრობლემები არ გვინდა. სიჯი არ ქნა. ამას მოუკითხავ პეპიას, მომდის შენი. ახ, რაკენი, აქ გვინდა 2059 წელში ნუ დაგვიჭერენ თუ ძმა ხარ რა. ანუ ეხა რა გამოდის, რომ მე აქ სადღაც წასაუბრა, შენ სადღაც წასაუბრა ამ ქუჩებში? დაწერეთ მეგობრო კომენტარებში როგორ მოგწონთ დღევანდელი ვიდეო და მომდენო ვიდეოში რომელ წელში ვიმოგზაუროთ და სად ვიმოგზაუროთ. ბიჭო, რა მაგარია, გადაობ როგორ შეცვლა 2059 წელში ყველაფერი. რანი მანქანას რა უნდა იგზევით? აბა ერთი ამათ დაუძახოთ. გამარჯობა, Black Mamba საიცხოვრობს, ხო არ იცით? ამ ქალაქში ყველას ეგზალება მაგაზე საუბარი. სხვა რამე მკითხეთ. ვახ, Black Mamba-ზე საუბარი ეგზალებათ, ოკეი. ბიჭო, ეს არის ხო ცენტრი მგონი Beverly Hills-ი თუ რაღაც. აბა ერთი აქეთ ჩავიდეთ დაბლა.
რა ხდება აქტო? ბიჭო, როგორ არის მართლა ყველაფერი შეცვლილი, განახლებული კი არა და რავი, რა ჯანდაბა ხდება? როდის მე დაიწყო ესეთი უკონტროლო მშენებლობები? ვაფშე წამო აბა გეტო ვნახოთ. ყველაზე ნახდი Black Mamba-ს მად ვნახავთ ალბათ. ერთი წამი. ეს ნახდად გეტოა? ჰა, როგორ ჩანს Black Mamba პირობა უსრულო მწვანეებს დაუშენა აქ მეგაპოლისი. ეს არის ესე იგი მწვანეების ტერიტორია და ბიჭო რა არ მჯერა პროსტა ეხლა ამ ყველაფერს რო უყურებ ღადაო ბიჭო გეტოზე რამხელა корпуსები დაუდგავს ნახე Black Mamba-ს ალბათ აქ უკვე გარეკილი აქვს ტიპებს და ერთ წელში აპირებენ ალბათ მომდენო წელს რო გავიდენ მთვარეზე მაგრამ ბიჭო ყველაფერი ძალიან დატურთული და თითქოს დამახინჯებულია რაღაცა ინდუსტრიალიზმიო თუ რაღაცას რო იწეხიანებ მაგეთკენ არის ყველაფერი წაყვანილი და ეს არის წინ მეგამოლი და ой მეგამოლი კი არა რაკეტის ის არის ბიჭო სადგური მიღადაობით ამას შეხედეთ უეჭველი რაკეტას იქ აკეთებენ შეგნით გეტოზე რა გარეკილი აქვს Black Mamba-ს მომავალში არ ვიცი დღეს უნდა შემოვარდეთ Black Mamba-ს იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კი არა და მგონი ყველაზე გავლენიანი იყო და დაიპყრო მართლა გეტო და ის რა არის ქსებით უეჭველი Black Mamba-ის სპაითია უეჭველი შტაბი არის Black Mamba-ის და აქ მეგამოლის თავზე იმენა რაკეტის სადგომს აშენებენ ტიპები აქ რა არის ვახ ვიღაცა აფეთქდა მგონი Grand Banksy Steel Inc თუ რავი რა წერია ვინ იცის მაგრამ ესეც აქ ლუკას ბანდის ტერიტორია რომელიც ასევე არენაკლებ მოხოდილი აქვს საღოლ ბიჭობა ერთი აბა აუფრინდეზევით და აი იქ Black Mamba სადაც რაკეტებს აშენებს ეგ ადგილი ვნახო ბიჭო პოლიცია მას შეგომჩნიოს თუ რავი ამათ ეხა 2059 წელი არის რავი რა ტექნიკა ეყოლებოდ არა ბიჭო დალუქული აქვს ყველა მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი რომ კაცი შუმა ვერაფერი ვერ დაინახოს ამ ხელა რაღაცას აშენებდნენ თურმე რა გვიწერია მომავალში ხვდები არა ბიჭო არც ერთი მხრიდან ამაში ასვლელი არ აქვს და რამ სიმაღლეა ეს თაუერი ნახე დაბლა დაიხედე პროსტა აბაზე ვით ვნახოთ არა ბიჭო აგერ აი დალუქული აქვს აგერ ეს ხადაო ბიჭო არ დაჭი ვინ არ გამოგვიგიროს ესე იგი ეს ადგილი აქ დალუქული აქვს და ეს გაიხსნება და აქედან რაკეტით წავლენ აი საღოლწმაო Black Mamba-ს ვახჩი მოკლედ ვიდეოს გაგრძელება იქნება მომდენო ვიდეოში დროის მანქანა როგორ ჩანს იყიდა Black Mamba ნახეთ რეებს აპირებენ უკვე და დაწერეთ კომენტარებში რომელ წელს რომელ საუკუნეში და სად გადავიდეთ მომდენო ვიდეოში და დამერწმუნეთ მომდენო ვიდეო წესით ძალიან საინტერესო იქნება